გალაქტიონის სულიერ და პოეტურ ფორმირებაში რასაკვირველია თავისი როლი შეასრულა რეალისტურმა პოეზიამ, მაგრამ ამ მხრივ მაინც განსაკუთრებული იყო რომანტიზმის მნიშვნელობა პოეტის შემდგომი განვითარებისათვის. გალაქტიონი მოწაფეობიდანვე გაეცნო ქართველ და რუს რომანტიკოსთა შემოქმედებას. 10-იან წლებში კი მან ყურადღება მიაქცია ევროპელ რომანტიკოსებს. მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ გაეცნო იგი ლამარტინის, ვიქტორ ჰიუგოს, ალფრედ დე მიუსეს ლექსებს. თქვენ წარმოიდგინეთ გერმანელი რომანტიკოსის ნიკოლაუს ლენაუს რამოდენიმე ლექსიც თარგმნა, სხვა ავტორებსაც აქცევდა იგი ყურადღებას, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ორი რომანტიკოსის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის ჰაინრიხ ჰაინე და ჯორჯ გორდონ ბაირონი. გალაქტიონმა ჰაინეს არაერთი, შეიძლება ითქვას, მრავალი ლექსი თარგმნა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გამოუქვეყნებია. აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართულ პოეზიაში უკვე არსებობდა გალაქტიონამდე ჰაინეს თარგმნის ტრადიცია, მომდინარე 60-იანებიდან და დემოკრატიული სკოლიდან. ისინი ძირითადად თარგმნიდნენ, ასე ვთქვათ, მებრძოლი ხასიათის, საზოგადოებრივი ჟღერადობის ლექსებს. მათგან განსხვავებით, გალაქტიონმა ყურადღება მიაქცია ჰაინეს ფილოსოფიურ და ინტიმურ ლირიკას. დღეს გალაქტიონოლოგიაში მეტნაკლები სისრულით არის შესწავლილი ჰაინეს პოეზიასთან გალაქტიონის მიმართება და უტყუარად არის დადგენილი მისი რამოდენიმე ადრეული ლექსის კავშირი ჰაინეს ლირიკასთან. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც თქვი, ბაირონის შემოქმედების შესწავლას. შეიძლება ითქვას, რომ გალაქტიონმა ძირის ძირობამდე შეისწავლა დიდი ინგლისელი პოეტის პოეზია, გაეცნო მის ლირიკას, უმთავრეს ნაწარმოებებს, ჩაით ჰაროლდის მოგზაურობას, აღმოსავლურ პოემებს, იქნებოდა ეს მანფრედი, კაენი, დონჟუანი, ერთი სიტყვით ყველაფერს ის, რაც ძვირფასი და ფასეული არის ბაირონის შემოქმედებაში. გალაქტიონმა რამოდენიმე ლექსის თარგმნა ბაირონის აღსახედელობაში მაქვს მოგონება, სიზმარი, სცადა მისი ნაკლებად ცნობილი პოემის ოსკარ ალვეელის გადმოქართულება. რამოდენიმე ფრაგმენტი თარგმნა მანფრედიდან. სხვათა შორის მანფრედის ერთი ციტატა, თითქმის უცვლელად ფრაზა მოხდა მის ადრეულ ლირიკულ ლექსში მთაწმინდაზე, რომ მე კაცის სახეს უფრო ვხვდებოდი, ღამის სახეს უფრო ვხვდებოდი, ვიდრე კაცისას. მისი ერთ-ერთი პოემის მთავარი გმირი ერთგვარად ამაყობს იმით, რომ იგი იცნობს მანფრედს და ძალიან კარგად ერკვევა მისი სულიერი მისწრაფებების არსში. მოკლედ ვიტყვი იმაზე, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ბაირონის გაცნობას გალაქტიონისათვის. ზოგადად ეს იყო რომანტიზმის არსში და მის მხატვრულ ესთეტიკურ სივრცეში ჩაღრმავების პერიოდი, როდესაც მან გააცნობიერა რომანტიზმის ძირითადი კონფლიქტი, იმედგაცრუების მომენტი და დაპირისპირება სინამდვილისა და იდეალისა. კონკრეტულად იმაში გამოიხატა, რომ გალაქტიონმა ფაქტიურად შექმნა ადრეული ბაირონული პოემები, რომელშიაც პირდაპირ
გაკვირვებას იწვევს, რაოდენ კარგად ფლობს გალაქტიონი, დეტალურად ფლობს ბაირონის სიუჟეტურ კომპოზიციური ორგანიზაციის ხერხებს და საერთოდ მის პრობლემატიკას. საერთოდ რომანტიზმთან ზიარებამ გალაქტიონის შემოქმედებით განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა. მე აქ ორ მომენტს გამოვყოფ. ერთი, რომ გალაქტიონმა აითვისა მთავარი ნარატივი რომანტიზმისა, ეს არის იმედგაცრუებული ობოლის სულის აპოლონური განწყობილებების და წყობის პიროვნების ინდივიდის გარდაქმნა დემონიურ არსებად. ეს იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ გალაქტიონმა ამ პარადიგმაში ერთგვარი ანალოგია დაინახა თავის პიროვნულ ბედთანაც და აქვე შეამჩნია მან თავისი კრიზისული ეპოქის გამსაზღვრელი ტენდენციაც. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ რომანტიზმში ჩაღრმავება გალაქტიონს თავისთვის აღმოაჩენა ერთი ჭეშმარიტება, რომ ახალი პოეზია, კონკრეტულად კი სიმბოლიზმი, იყო, ასე ვთქვათ, გენეტიკურ კავშირში რომანტიზმთან და რომ ამ ორ მიმდინარეობას შორის შინაგანი ნათესაობა არსებობდა. სწორედ ამას დაეყრდნო გალაქტიონი თავის შემდგომ საქმიანობაში, როდესაც კვლავაც გაუღვივდა ინტერესი ახალი პოეზიის მიმართ. გალაქტიონმა ხელახლა დაიწყო ახალი პოეზიის, როგორც მისი მხატვრული მემკვიდრეობის, ასევე სიმბოლიზმის სოფხედელობრივ ესთეტიკური საკითხების შესწავლა. და უნდა ვთქვათ, რომ ეს დაიწყო რუსი სიმბოლისტების მემკვიდრეობის შესწავლით. იგი გაეცნო ორივე თაობის, უფროსი და უმცროსი თაობის სიმბოლისტების შემოქმედებას დაწყებული ვლადიმერ სოლოვიოვი, დიმიტრი მერეშკოვსკი, ვალერი ბრიუსოვი, ფიოდორ სოლოგუბი, კონსტანტინ ბალმონტი, ვიაჩესლავ ივანოვი, ინოკენტი ანენსკი და აქეთ ანდრეი ბელი და ბლოკი. აი სწორედ ესე იგი ეს შემოქმედნი გახდნენ მისი გზის გამოვკვლევნი ევროპული ახალი ესთეტიკისაკენ. უნდა ვთქვათ ის, რომ მიუხედავად ფრანგული ენის მეტნაკლები ცოდნისა, გალაქტიონი ასე პირდაპირ არ მისულა დასავლურ პოეზიასთან, იგი მისი კავშირი ამ პოეზიასთან ინდირექტიული ხასიათისა იყო. აი ამ დროიდან უკვე გალაქტიონის შემოქმედებაში ჩნდება ისეთი ნიშნადი სახელები, როგორიც არის შარლ ბოდლერი, თეოფილ კოტიე, პოლ ვერლენი, მალარმე, სიული პრუდომი, ანრი დერენი და სხვები და სხვები. ეს უკვე მისთვის ძალიან ახლობელი გარემო არის. გალაქტიონი მარტო ლირიკით კი არ ინტერესდებოდა, ახალ დრამატურგიასაც მიაქცია ყურადღება. კითხულობს ის იბსენის პიესებს, ხოლო მოდერნისტებში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პიესის ბრანდის თარგმნაც კი დაიწყო. აქვე უნდა დავასახელოთ მეტერლინკის ძალიან ცნობილი პიესაც ლურჯი ფრინველი, საიდანაც გალაქტიონის შემოქმედებაში ძალიან ცნობილი ლექსში მამული მოხდა რემინისცენცია ცვიან ბალახზე ფეხში შელა გავლის ნეტარების სახით. გალაქტიონი ეცნობა აგრეთვე
ოსკარ უაილდის შემოქმედებას ინგლისელი პოეტის, პროზაიკოსის, დრამატურგის, ესეისტის შემოქმედებას. უნდა ვთქვათ, რომ დორიან გრეის პორტრეტი მისი სამაგიდო წიგნი არის ოსკარ უაილდის ზღაპრებთან ერთად. განზრახვა აქვს, რომ თარგმნოს აგრეთვე მისი სალომე. ოსკარ უაილდის გავლენა და მნიშვნელობა უფრო მოგვიანო ხანაში გამოჩნდა და აირეკლა არტისტულ ყვავილებში. რუსი სიმბოლისტების დამსახურებაა ის, რომ გალაქტიონმა გზა გაიკვლია აგრეთვე გერმანული რომანტიზმისაკენ და გერმანული ფილოსოფიისაკენ. აქ პირველეს ყოვლისა უნდა დავასახელოთ ნოვალისი და მისი ცისფერი ყვავილის კულტი, რომელიც გალაქტიონს თითქმის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა. ფილოსოფოსებიდან გალაქტიონი ეცნობა ფიხტეს, შელინგის, შოპენჰაუერის კონცეფციებს და უნდა ითქვას, რომ მის ადრეულ ლირიკაში, ისეთ ლექსებში, როგორიც არის შემოქმედება, წამი შემოქმედების, მე და ღამე, სვირთები რბიან, ჩანს ესე იგი ანარეკლი აი ამ ფილოსოფოსებთან ნაცნობობისა. ცალკე უნდა დავასახელოთ რიხარდ ვაგნერი, დიდი რეფორმატორი მუსიკის სფეროში, აგრეთვე პოეტი და მოაზროვნეც. გალაქტიონმა თავის ადრეულ ლირიკაში ორი ლექსი უძღვნა ვაგნერს, ეს არის მუსიკა და ლექსი კონკრეტულად სათაურით ვაგნერი. აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რომ გალაქტიონს ხრმად ესმის ვაგნერის მუსიკის ნოვატორული ბუნება, იცნობს მის ნაწარმოებებს და ესმის ზოგადად ვაგნერის მნიშვნელობა ახალი ეპოქისათვის. უნდა ითქვას, რომ გალაქტიონზე გავლენა მოახდინა აგრეთვე ვაგნერის ნააზრევმა, კერძოდ მისმა მუსიკალური დრამის თეორიამ, შეხედულებებმა მითზე და მითოლოგიაზე, აგრეთვე შემოქმედის რევოლუციასთან მიმართების საკითხმა. საერთოდ ვაგნერის გავლენა მთლიანად ძალზე დიდია გალაქტიონის აზროვნებაზე და იგი სპეციალურ სკრუპულოზურ შესწავლას მოითხოვს. ეპოქის მეორე დიდი ფიგურა ფრიდრიხ ნიშე ნაკლებად ჩანს ადრეულ შემოქმედებაში. მისი კვალი პირადად მე ერთ ლექსში დავინახე, ეს არის ახალი წელი, რომლის ფინალიც მიგვანიშნებს ნიშეს მარადიული დაბრუნების იდეასთან გადაძახილზე. მაგრამ როლი ამ ფილოსოფოსისა ძალიან იზრდება შემდგომ მოდერნისტულ პერიოდში და შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ არტისტული ყვავილების ადეკვატური გააზრება ნიშეს შეხედულებათა მისი იდეების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. გალაქტიონის ძიებანი 1913-14 წლებში გვირგვინდება მისი პირველი წიგნის გამოსვლით. გალაქტიონის პირველი წიგნი ეს არ არის ჩვეულებრივი პოეტური კრებული. ეს არის წიგნი მთლიანობა, სადაც ლექსები გაერთიანებული არის ერთი კონცეფციის გარშემო და დალაგებულია გარკვეული თანმიმდევრობით. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, გალაქტიონის პირველი წიგნი ფაქტიურად ეს არის მისტიური რომანი ზექვეყნიური ქალისადმი ტრფობისა გადმოცემული ლექსებით. საერთოდ წიგნი მთლიანობის იდეა ჩვენი ვარაუდით გალაქტიონმა ალბათ აიღო ბოდლერის ბოროტების ყვავილებიდან, თუმცა ამგვარი ცდები უკვე რუსულ პოეზიაშიც არსებობდა. აი ამ მხრივ გალაქტიონი არის ეს პირველი წიგნი არის უნიკალური მოვლენა ქართულ პოეზიაში და ამავე დროს იგი მითითებს იმაზე, რომ
გალაქტიონი თავს ევროპული გლობალური პროცესის მონაწილეთაც გრძნობდა.